მოგესალმებით, ჩემო კარგებო. მოგიკითხავთ დიდი სიყვარულით და გიგზავნით ძალიან დიდ პოზიტივს და მადლიერებას იმისთვის, რომ ხართ ჩემთან. თქვენი კომენტარებისთვის, თითოეული თბილი სიტყვისთვის, თითოეული მოწონებისთვის, გაზიარებისთვის. მადლობა და მადლიერება თქვენ. და მე შეგახსენებთ, რომ ერთ კვირაში შემეძლება უკვე პირად კონსულტაციებზე თქვენი ჩაწერა, რადგან თავისუფლდება ჯავშნები. ახლა მე თქვენთვის გავაკეთებ საჯარო გაშლას და ეს ეხება რის თქმა სურს თქვენთვის სამყაროს. გავაკეთოთ ეს მისტიური გაშლა, რის თქმა სურს სამყაროს თქვენთვის, რის თქმა უნდა მას თქვენთვის. მაშასე გაშლა იქნება ერთ ვარიანტზე. განეწყვეთ პოზიტიურად, ნურაფერზე იფიქრებთ, მოდუნდით, განეწყვეთ ენერგეტიკულად დადებითად და დავიწყოთ. ახლა ხართ უენერგიოთ. ახლა ვხედავ, რომ თითქოს რესურსი ამოგეწურათ. ზოგიერთი თქვენგანი შეიძლება მნიშვნელოვანი არჩევანის წინაშეც კი იდგეს ახლა და უბრალოდ გაანალიზების და ფიქრის თავიც არ კონდეს ახლა, როგორ შეცვალოს არსებული სიტუაცია მის რეალობაში. რას ეხება თქვენი ასეთი სიტუაცია? შეიძლება რაღაც გაჩერდა თქვენს პირად ურთიერთობაში და სწორედ ამას ეხებოდეს ეს ყველაფერი. შეიძლება რაღაც ვერ მიიღეთ თქვენ ის, რაც ძალიან გსურდათ და აი ამან მიგიყვანათ სწორედ აი ამ სტაგნაციამდე, სადაც ხართ. ზოგიერთი თქვენგანი შეიძლება რაღაც საბუცელო და ცოტა გაჭიანურდა ეს ყველაფერი და აი ამან ძალიან შეიძლება განქორწინებას ან სულაც ქორწინებას ელოდით ოფიციალურს და ეს გაჭიანურდა და აი ამან ძალიან დაგხალათ და მიგიყვანათ ემოციურ სტაგნაციამდე. დიდი ალბათობით ოჯახურ სიტუაციას ეხება, რადგან ბევრი ადამიანის ენერგიები ტრიალებს და ეს არ არის პირადი გაშლა, ამიტომ ყველა ვარიანტს ვაჟღერებ მე აქ. რის თქმა სურს სამყაროს თქვენთვის. სამყარო გეუბნებათ, რომ მე თქვენ გაძლევთ არჩევანს. რამოდენიმე გზას გთავაზობთ და აი ამ რამოდენიმე შემოთავაზებიდან თქვენ უნდა აირჩიოთ თქვენთვის ოპტიმალური ვარიანტი. სამყარო გთავაზობთ ემოციებსაც, გთავაზობთ ნეგატიურსაც, პოზიტიურსაც. აქ სამყარო გეუბნებათ, რომ თქვენ უნდა გააკეთოთ არჩევანი აი იმ პოზიტიურზე. თქვენ უნდა დაფიქრდეთ, იმიტომ რომ ისედაც მეგობრებო, ჩვენ ვიცით, რომ ყველაზე გამოუვალ სიტუაციაშიც მინიმუმ 3 გამოსავალი არსებობს, მინიმუმ. ამიტომ მიუხედავად იმის, რომ თქვენ გგონიათ ახლა, რომ ვერ გამოხვალთ აი ამ
ჩაკეტილი სიტუაციიდან თქვენ მაინც სამყარო გთავაზობთ რამოდენიმე გზას უბრალოდ სამყარო გეუბნებათ მე შენ გაძლევ შანსს შენ უნდა დაფიქრდე გაანალიზო პირველ რიგში დამშვიდე ემოციურად და შენთვის ყველაზე საუკეთესო ვარიანტი აირჩიო სამყარო გეუბნება რომ გათიშე ცოტა ხანს გონება გათიშე ემოციები მოდუნდი დამკვირვებლის პოზიციაში გადადი დააკვირდი და შვიდ გონებაზე აუცილებლად გექნება შენ შანსი და მოგეცემა შანსი რომ აი მინიმუმ ის სამი გზა და გამოსავალი იპოვო სწორედ აი ამ სიტუაციიდან რომ გამოხვიდეთ კიდევ რის თქმა სურს თქვენთვის სამყაროს თუ თქვენ აი იმ კონკრეტულ სიტუაციაში თუ ეს ეხება თქვენ სამსახურს სამყარო გეუბნებათ ან ფინანსებს სამყარო გეუბნებათ რომ თქვენთვის გზავნის რამოდენიმე ადამიანს რომელთა მოლაპარაკების შედეგადაც თქვენ აუცილებლად მიიღებთ თქვენთვის სასურველს შეიძლება ზოგიერთ თქვენგანს სურდეს ბინის შეძენა როგორც გითხარით შეიძლება ეს რაღაც საბუთების თემას ეხებოდეს სამყარო გეუბნებათ რომ მე თქვენ გიგზავნით ადამიანებს რომელთა დახმარებითაც თქვენ აუცილებლად მიიღებთ თქვენთვის სასურველს ზოგიერთ თქვენგანს შეიძლება ნამდვილად გამოვიდეს ბინის შეძენაც და შეიქმნას ის კომფორტული გარემო რომელზეც ოცნებობდა დიდი ხანი თქვენ გეძლევათ ამისი შანსი მეგობრებო სამყარო გაწვდით გამოწვდილი ხელით გაძლევთ ამ შანსს უბრალოდ თუ აქ დაგჭირდებათ ადამიანების დახმარება ნუ მოგერიდებათ ითხოვეთ და მოგეცემათ ხომ გაგიგიათ კიდევ რის თქმა სურს თქვენთვის სამყაროს მეგობრებო თუ აქ თქვენი სევდა და დეპრესია ეხება მამაკაცს რომელიც არ ჩანს და ან მასთან შეჩერებული გაქვთ და პაუზაზე ხართ ახლა და შეჩერებულია თქვენ შორის ურთიერთობა ეს უკვე იცით როგორი სიტუაცია როდესაც უკვე თქვენ სამყაროს სთხოვთ დახმარებას მაღალ ძალებს უფალს მერთო დამეხმარე და თქვენ აუცილებლად მიიღებთ აი ამ დახმარებასაც თავარია თქვენ აუცილებლად შეინარჩუნოთ ძნელია რასაც ვამბობ პოზიტიური განწყობა და იმედი მაგრამ სამყარო გეუბნებათ რომ პირველ რიგში ნუ მიეცემით სასოწარკვეთილებას თქვენ გეძლევათ ყველანაირი შანსი რომ გამოხვიდეთ აი ამ რთული მდგომარეობიდან რის თქმა სურს კიდევ თქვენთვის სამყაროს აი როდესაც თქვენ იტყვით რომ დიახ მე ვწყვეტ ეხლა ყველანაირ დეპრესიას მე ვიღებ ჩემ თავზე პასუხისმგებლობას ზუსტად იმ მომენტიდან ტრიალდება ფორტუნას ბორბალი იცვლება თქვენი სიტუაცია და გადადიხართ პირდაპირ მე-19 არკანში და ნიშნავს ეს იმას რომ რაც მაღლა სწორედ ის უნდა აღსრულდეს დედამიწაზე და სამართლიანად აქ მეგობრებო აი ყველანაირი შანსი გეძლევათ გამოხვიდეთ სტაგნაციური სიტუაციიდან და გადახვიდეთ პირდაპირ კაშკაშა
თქვენთვის სასურველ, საოცნებო სიტუაციაში. მე აღვნიშნე, რომ ვიღაცას შეიძლება ქორწინება სურდა, მიიღებს ამას. ვიღაცას განქორწინება, აუცილებლად მიიღებთ თქვენ ამას. უბრალოდ ეს მოხდება იმ შემთხვევაში, თუ პირველ რიგში საკუთარ ძალებში დარწმუნდებით, საკუთარ თავზე აიღებთ პასუხისმგებლობას, პირველ რიგში შეიყვარებთ თქვენ თავს, პირველ რიგში დააფასებთ თქვენ თავს, მიხვალთ სარკეში, ჩახედავთ თქვენ თავს თვალებში და ეტყვით, რომ აი მე ყველაზე ძლიერი ვარ, მე ლამაზი ვარ, მე ყველაფერი გამომივა და იმ წუთიდან სამყარო გეუბნებათ, რომ თქვენს შემთხვევაში, როდესაც სწორედ აი ამ ენერგიებში გადახვალთ, აუცილებლად შემოbrunდება სიტუაცია ისე, როგორც თქვენ ნამდვილად გსურთ. საოცარი გაშლა, მეგობრებო, გილოცავთ ნამდვილად და მე იმედი მაქვს, რომ თქვენ ამ რეკომენდაციებს და სამყაროს გზავნილს გაკვეთილად მიიღებთ და აუცილებლად შეასრულებთ. კიდევ ერთი არკანით, რის თქმა სურს სამყაროს. იმუშავეთ, მეგობრებო, როგორც საკუთარ თავზე. იმუშავეთ, აკეთეთ თქვენი საყვარელი საქმე, რომელიც კარგად გამოგდით და თქვენ მიიღებთ აქ ფინანსურ დივიდენდებსაც. აუცილებლად თქვენ, მეგობრებო, როგორც კი შეწყვეტავთ ყოყმანს, გააგრძელებთ თქვენს საქმიანობას პროფესიონალურ დონეზე, თქვენ გეძლევათ შანსი გახდეთ გამორჩეული, გეძლევათ შანსი აიხდინოთ თქვენი სანუკვარი ოცნება და მიიღოთ სამყაროსგან საჩუქრად ყველაფერი ის, რაც თქვენ დიდი ხანია გსურდათ. და ეს მოხდება ძალიან მალე. აუცილებლად, მეგობრებო, ეს მოხდება და გადადიხართ პირდაპირ იმ სიუხვეში, როდესაც გაქვთ ემოციური კმაყოფილება ფინანსურ თემასთან ერთად. როდესაც თქვენ გიჩნდებათ ბედნიერების და სისავსის შეგრძნება. მე გისურვებთ თქვენ ეს რეკომენდაციები არა ჩემგან, არამედ სამყაროსგან მიიღოთ მადლიერებით და შეასრულოთ ყველა ის რეკომენდაცია სამყაროსგან და სამყარო თქვენს მიმართ ნამდვილად გულუხვია. მე წარმატებებს გისურვებთ მომავალ გაშლამდე გემშვიდობებით და ძალიან მაინტერესებს თქვენი კომენტარები. ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. დიდი სიყვარულით, გემშვიდობებით.